რასაც ვუყურებთ, ეს ბოლო რამდენიმე თვეა, ესე ვიტყოდი, ბოლო 2 თვეა. რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებაში, რა ქვია ამას? აი რა სტრატეგია აქვს ახლა ბიძინა ივანიშვილს? რაღაც ეტაპზე ადამიანები გაწია, ზოგი სახლში გაუშვა, ზოგი ციხეში, ზოგს რაღაცები მიატანინა თანხას გულისხმობ ამ შემთხვევაში. აი რა ხდება ახლა? აი თქვენ გეკითხებით ადამიანს, რომელსაც გააქვთ გამოცდილება ამ გუნდთან, ივანიშვილთან მუშაობის, ამიტომ მაინტერესებს, ანუ აი თქვენი ინფორმაციით, თქვენი გამოცდილებით დღეს რასაც ვუყურებთ, ეს რა არის? არაფერი არ ხდება განსაკუთრებით, ანუ ესეთი არის ეს კაცი, მას სუნთელი ცხოვრება ასე ცხოვრობს. მოყოლებული მისი ბიზნესის პრინციპებიდან, მისი მართვის პრინციპებიდან, ასეთი კაცია ეს, ამიტომ არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ხალხი შეიყვანოს ერთმანეთთან კონკურენციაში და ის კონკურენციაში შეყვანას გულისხმობს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამშვევები ერთმანეთის მიმართ. ირაკლი კობახიძე, როცა ჩვენ ვიყავით პარლამენტში, ერთ-ერთი ფუნქცია ჰქონდა, ყოველ კვირა დარბოდა ბიძინა ივანიშვილთან და ხან რომელ დეპუტატს აბეზღებდა და ხან რომელ დეპუტატს. ჩამშვები ხალხი არის, ასეთ ხალხს ეძლებს და ასეთი ხალხი ყავს ირგვლივ და ასეთ ხალხზე დგას, იმიტომ რომ მისთვის ეს ხალხი თან პატივისცემასაც არ იმსახურებს, ის ამ ადამიანებს პატივს არ ცემს. რა თქმა უნდა, რაღაცებს აძლევს, ფულსაც აშეუებს, ძალაუფლებასაც მიცემს, მაგრამ მისთვის ასე მარტივად რომ ადამიანები ჩახსნას, იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანებს პატივს არ ცემს. არ ცემს, უბრალოდ მათ მიმართ პატივისცემა არ გააჩნია. აი ასე უყურებს ჩამშვებებად, ენის მიმტანებად და ენის მიმტანი და ჩამშვები კაცი არავის არ უყვარს. მით უმეტეს პატრონსაც არ უყვარს, როგორც შინაური ცხოველი უფრო უყვარს. კი ბატონო, ლევა, თუ კორუფციაზე მწვანეს უნთებს ივანიშვილი ამ ხალხს და ფულს აშოვნინებს, ეხა რაღაცო ართმევს უკან მაშინ, მოდი ასე დავსვათ საკითხს. ბიძინა ივანიშვილის სისტემა რო შეინარჩუნოს, კორუფციის გარეშე ავტორიტარულ სისტემას ვერ შეინარჩუნებს. შენ არ აგაქვს ის სახელმწიფო, სადაც შენ შეგიძლია მაგალითად პროკურორებს, მოსამართლეებს ვერ გადაუხდის ახლა 20-30,000 ლარს ხო სახელმწიფო ბიუჯეტი ოფიციალურად. და საერთოდ ავტორიტარიზმი ძვირი ჯდება, ან ყოველთვის ძვირი უჯდება შემნახველს. მათ რაღაცის თავისი სინდისის ფასად, თავის სინდისთან კომპრომისის ფასად მათ სჭირდება მატერიალური ანაზღაურება. ბუნებრივია, ასე იყო ყოველთვის. წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო, როდესაც არსებობდა მარცხენა ხელფასები, ახლაც ასე არის. სამმართველოს უფროსები დღემდე იღებენ, რასაც აძლევენ ლარში, იგივეს იღებენ კონვერტით დოლარში. შეიძლება უფრო მეტსაც. ასე ინახავენ პროკურორებს. რა თქმა უნდა, ეს პროკურორები, ვინც ამ საქმეებს ხელს აწერენ, ამაში ფულს იღებენ. აი სავარაუდოდ ქალბატონი გალუსტაშვილმა, რომელმაც ესე ახალგაზრდა ხალხს ჩამოურიგა, რა თქმა უნდა, მასაც ამაში აქვს თავისი ფინანსური და მატერიალური დაინტერესება, მე ასე მწამს და მე ასე მგონია. ეს სავარაუდოდ ასე არის. რა თქმა უნდა, მურუსიძე იმ საქმიანობაში სხვა კეთილდღეობასაც ნახულობს გარდა იმისა, რომ თქვა უვადო მოსამართლე არის. ფინანსურ კეთილდღეობას ავტორიტარულ სისტემაში კორუფცია არის და კორუფცია დაშვებულია, იმიტომ რომ არის ავტორიტარული სისტემა. ამ ხალხმა ბინძური საქციელის გამო რაღაცა ანაზღაურება ხო უნდა მიიღონ და თავის ჯიბიდან ხო არ მიცემს, აგერ არ უჩვენია თქვენი გადახდილი გადასახადიდან მოიპაროს. და მე როცა მოიპარავენ, რადგან ის თulis ესეც მისია, იქიდანაც თხოვს ფულს. და ეს წყენად შეიძლება აქედან არის გამომდინარე, რომ უბრალოდ იმდენი არის. აქ ხო არ არის მარტო კორუფციის ფული ხო არ არის, თქვათ, ტენდერებიდან წამოღებული. რადგან მარტივად გეტყვით. არა მარტო ტენდერები აგერ. მარტივ ტენდერს გაგახსენებთ. ეს არის ხარაგაულის შემოვლითი გზა, ძველი გზა არის. ხარაგაულის გადასახვევი რო არის ხაშურიდან. დაახლოებით 90 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. რო დავთვალეთ ექსპერტებთან ერთად, ყველაზე დიდი 35 მილიონი დაждდებოდა. წარმოიდგინეთ 55 მილიონი სადღაც ხო უნდა წასულიყო. და ეს სად იყო? ეს იყო ქართული ოცნების შავი სალარო, ჯიბე. და ამ ტენდერების გარდა მე ერთი მაგალითი რომელიც ახლა გაჩერებულია ეს პროექტი და არ ვიცი რაღაც გადანაწილება მიდის ან რაღაც სხვა პატრონს ეძებენ, მაგრამ ხო გეუბნებით 90 მილიონ ლარამდე იყო დაახლოებით გამოყოფილი, როდესაც აი ყველაზე დიდი რო დათვალოს ექსპერტმა, აი 30-35 მილიონს ვერ გაცდები. საწავიდო და ეს სადმა წასულიყო ის 55 მილიონი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების სალაროში და ამ ფულით უნდა დაფინანსებულიყვნენ ტროლები, ბოტები. ეს ხალხი ხო არა გულწრფელი ხალხია, ყველა ტროლი ვინც ის, ყველა ადამიანი ვინც იწევლება, პირდაპირ მნიშვნელობით ყოველთვის ბოლოს ხელფასი იღებენ. ხელფასიანი ტროლები ყავთ ბევრი, ასობით და უფრო მეტი.
ეს ტენდერზე გითხარით, ასევე იყო კოლ-ცენტრები. კოლ-ცენტრების ფული ხო წარმოგიდგენიათ რამხელა ფულზეა საუბარი? წლიურად არის რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარი და ევრო. ეს ფული ხო არალეგალური ფულია, ესეც ხო მიდიოდა ქართული ოცნების სალაროში და შესაბამისად ეხა იმ რაღაცმა შეიძლება ჩათვალა, რომ საერთოდ ზოგადად ახასიათებს ხოლმე მას დაბრალება, შეიძლება ვიღაცა მათი მოიპარა, მაგრამ 50 აბრალებს, იმიტომ რომ ეს მისი ხასიათია, ეს უნდა გაბეროს, რომ ძალიან ისე გამოაჩინოს, მაგრამ რა სიტყავს, მოპარულ ფულს სიტყავს. მოპარული ფული უნდა. ვიღაცამ რომ ფული მოიპარა, ბიუჯეტიდან, კოლ-ცენტრებიდან ფული შემოვიდა, ის ფული უნდა, იმიტომ რომ ხარბი კაცი არის. ჩვენ ხო ვნახეთ ფულის მიმართ მისი დამოკიდებულება, შემცვა, როგორ დაემშვიდობა იმ რაღაცა მურვანყრუშ თამომავალს. პირდაპირ მნიშვნელობით, აი არაბთან როგორ მოიქცა ქედმოხრილი, დამცირებული კაცი გამოჩნდა. აი, დაახლოებით ალეგორია გაჩნდა, ეს ლადო კახიძე რო ემბორა ხელზე ბიძინა ივანიშვილს, აი ცოტა დააკვდა, აი სადღაც გაჩერდა, თორე უეჭველი ხელზე ეამბორებოდა, ესეთი ქედმოხრილი იყო და პირდაპირ გეტყვით, მე არ მესიამოვნებ ამის ყურება, როგორ ვიღაცა შეიხს და მართლა მურვანყრუშ თამომავალს როგორ ელაკუცება, იმიტომ რომ ეს ხო პრინციპი გამოჩნდა, ანუ ფულთან მოიხარა ქედი. მანამდე ოკუპანტებს ბოდიში მოუხადა, სეპარატისტებს ბოდიში თხოვა. ახლა ქედი მოიხარა ფულთან. მიერებთან ესე ვთქვათ პატარავდება. ვერ დაინახეთ. ანუ ყველაზე არ ვიცი ეს ვის მოუვიდა თავში ამ ვიდეოს გაგძე. ეს არის სურათ ხატი ბიძინა ივანიშვილი. ესე ასეთი არის. ფოტოშორის ამ ეს კადრები ასეთი არის ეს კაცი. ასეთი არის. აი ესეთი არის, მიხვდით? ანუ ოდნავ ძალასთან ფაქტობრივად ასე იქცევა. ამიტომ, როდესაც არის რაღაც ჩვენ ვიცით ეს კაცი როგორ არის და აუცილებლად ვიცით ეს ადამიანი დამარცხდება. მაგრამ ამ ადამიანს ჯერ კიდევ შეუძლია სხვა ადამიანებს ავნოს. ვნებს იმ ახალგაზრდა ხალხს, ხო, ციხეში რო გაუშვა. ვნებს ქალებს, ჟურნალისტებს, დათაშვილს ვნებს. აი, ვნებს უბრალოდ, ანუ ერთი ადამიანის ცხოვრებას იწირავს, ხო? ამ ქალების ცხოვრებას იწირავს. ну, გასაგებია იმ ახალგაზრდების, მაგრამ ისინი დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდები არიან, გაუძლებენ, მაგრამ აი ამ ადამიანების ქალები, რომლებიც უფრო ну არ არის ხო ეს ყველაფერი სასიამოვნო და საშინელი საყურებელი ეს შეუულია ანუ მას შეუულია ადამიანების ცხოვრება გაუმწაროს ვიღაცა აცემინოს ვიღაცა დაასახიჩრებინოს ჯერჯერობით აქვს ეს რესურსი მაგრამ ასეთი არის რეალურად ანუ შეუულია მართლა აი მურვანყრუშ თამომავალს ხელზე აკოცოს კი ბატონო ლევან აი ეს რაღაცა მისი ეს კორუფციასთან ესე ფასადურად გაჩაღებული ბრძოლა სადამდე შეიძლება მივიდეს? აი რაღაცა ისე ვართ ხო ვარაუდობთ რომ აი ვილუაშვილი დაკავების მოლოდინში ხარ მართლა შეიძლება ისე წავიდეს საქმე ყოფილი ოცნების ჩინოვნიკების რომ ღარიბაშვილიც ციხეში ვნახოთ, გრიგოლ ვილუაშვილიც ციხეში ვნახოთ, ვახტანგ გომელაურიც ციხეში ვნახოთ, რომელზეც სხვათა შორის ეკაბესელიამ თქვა რომ მდინარაძის მაკონტროლებლად დანიშნესო ვახტანგ გომელაურიო და შემდეგ სამთავრობო მედიები ავრცელებდნენ ფოტოს მდინარაძე და გომელაური ერთად როგორ დგანან ამ ფოტოსაც ვაჩვენებ ჩვენ მედიები კაც ოფიციალური გვერდი იყო რომ გავცელდა ეს ფოტო და მე ვნახეს ქართული ოცნების სხვა წევრებიც აზიარებდნენ ესე ვთქვათ სოციალურ ქსელში აი ამ ფოტოს ვითომ რაღაცა ჭორების ვარაუდების გასაფანტად ძალიან გამიკვირდება 5 ოქტომბრამდე რომ დააკავოს ან დააკავებს თუ არ დააკავებს მე ამას პასუხს ვერ გეტყვი რატო 5 ოქტომბრამდე არჩევნების გამო თუ რადგან დაანონსებულია რევოლუცია არა რევოლუცია რა შუაშია კაცო რევოლუცია პირიქით მის ჩემი აზრით და ის რაც დაანონსებულია ჩემი ბუნებრივად მის დისკუსიაზე ასხავს ხალხს მაგრამ ნუ ამას თავი დავანებოთ ანუ ელექტორალურად ანუ კითხვის ნიშნებს არ გააჩენს და არ შეიტანს ბზარს ელექტორალურ სიმყარეში რაც აქვს იმასაც 5 ოქტომბრამდე გააუფრთხილდება ანუ ღარიბაშვილს მათ შორის ხელს არ მოკიდებს 5 ოქტომბრამდე მე ასე მგონია რომ მე თავს არ დავდებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ელექტორალურად არ იქნება მისთვის მომგებიანი თუ ჩვენთვის ეხა ასეთი ბრიყული ნაბიჯი და ასეთი ნაბიჯი რა თქმა უნდა, ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავთ, მაგრამ არ მგონია ჯერჯერობით ასე გქონდეს, თქვათ, დაკარგული რეალობის შეგრძნება, რომ ეს ხალხი თქვენ ვინ ჩამოთვალეთ, დააკავოს არჩევნებამდე. შეიძლება ვწდებოდე და ამ ადამიანმა საბოლოოდ დაკარგა რეალობის შეგრძნება, მაგრამ პრაგმატულის მაინც მგონია, რომ ჯერჯერობით შენარჩუნებული აქ და
კი ბატონო. ხედავ ამ. როგორ ფიქრობ, ივანიშვილს ეშინია რევოლუციის, აი 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის, როგორც ამბობენ, აი თქვენ თქვით, რომ ეს პირიქით ივანიშვილს ეხმარებაო და აი მე მგონია, რომ თუ არ ნერვიულობს და არ სადარდებს, მაგალითად ხაბეიშვილი რატო დაიჭირა, თუნდაც ასე შევხედოთ მაშინ. კი ბატონო, ჩვენ თქვით და ასო ამბობდით, ანუ ჩვენი ხედვა ასეთი იყო. ყველა არჩევნების წინ ქართულ ოცნებას, რაც ჰქონდა გასათამაშებელი კარტი, ეს არის რაღაცა ნაცები მოდიან, ნაცები ბრუნდებიან, აბა ნაცები, ყველა ნაცები და ის ამ პროპაგანდით ცდილობდა მისი ელექტორალური გადინება, რეალური ელექტორალური გადინება შეენარჩუნებია. ეს რადიკალიზაციაც ხელოვნური, სადაც თავარ რადიკალურ დღის წესრიგს მაინც ქართული ოცნება ადგეს, ეს ხო მისი მხრიდან გადადგმული რადიკალური ნაბიჯი არის ადამიანის დაპატიმრება ეხლა. თქვათ იქ სუსის გამოყვანა და კი ბატონო. 1000 სისულელებზე საუბარი, თქვათ რაღაცა ჭყალებში რაღაც ტერორისტული, სად არის ავით, 2 კვირა გავიდა იმის მერე. უბრალოდ თქვეს და წინა ხელისუფლებაც ესე არის, ხო, თქვათ ხან ამერიკის საელჩოთან პოულობდნენ ბომბებს არჩევნების წინ და ხურჩაში რო დადგეს ვიღაც კუდელს ბომბა რო ასროლინეს, მუხა მერე ავტობუსი საერთოდ ცალკე უბედურება გააკეთეს. იგივე პრინციპები არის. სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ზოგადად ქართული ოცნება გამოძიებას იწყებს, მე მგონი ყველა არჩევნებზე. ყველა ხელისუფლებაც იყო, ზუსტად წინა ხელისუფლებაც, ანუ ეს ავტორიტარული ხელისუფლების ანუ რამითი კი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სხვა რო არაფერი არა აქვს და უნდათ ხელოვნურად რადიკალიზაცია. არჩევნებამდე გამოვა ყოველ დღე სამინისტრო რაღაცას იტყვის, ფინანსური პოლიცია იტყვის, რომ 600 მილიონი იქ, უпростоრ ვიღაცა დავიჭირეთ, პროკურატურა იტყვის, რომ 600 მილიონი, ეს არ დამთავრდება არჩევნებამდე. მერე ამა თქვენ ვეღარავსად ვეღარ ნახავთ, არც ფინანსური პოლიციის ბრიფინგებს ვერ ნახავთ და ვერც პროკურატურის, იმიტომ რომ აქამდე უნდათ მათ ეს რადიკალური სურათი შექმნა, რომ რაღაცის იმიტაცია და ამას ვამბობდი. ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, ამის ჩემი აზრით, აქედან გამომდინარე, ამ რესურსიდან, ამ რეალობიდან გამომდინარე, ამისი წესით არ უნდა ეშინოდეს. ბიძინა ივანიშვილს ეშინოდა, თბილისის წაგება იყო, სადაც შესაძლებელი იყო რეალურად იმ არჩევნების ციფრებიდან, მათემატიკიდან გამომდინარე, კალაძე არ ყოფილიყო თბილისის მერი. ასეთი რაღაცების ელექტორატის გაშლის. ეხლაც აქვს ეს შიში, რომ აი თქვენ და ლელო რომ იღებთ არჩევნებში მონაწილეობას, რომ შესაძლოა კალაძე. გაუვადულ და ამოცანა ბევრად. ეხლა შენ რო ადამიანს ეუბნები, რომ სახში დარჩი და აღარ მიხვდი არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილს ამოცანას უიოლებს. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ქართულმა ოცნებამ რეალურად რამდენი დაკარგა, რამდენი ადამიანი დააკლდა, რამდენია რეალურად ციფრებში რეალური მისი მხარდაჭერა. ეს რა თქმა უნდა ელექტორალური შეთხელება ბიძინა ივანიშვილს აშინებს. ეს აშინებს ყველაზე მეტად, რომ არ ჩამოწდეს მისი რეალური რეიტინგი 30%-ს ქვემოთ, არ ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ერთია, როდესაც შენ 10% 7-10%-ს აყალბებ, მაგრამ მეორეა, როდესაც 20 და 23% გექნება, როცა დრომოვა გასაყალბებელი, ხო? ვადამდელი არჩევნები იქნება თუ სხვა საპარლამენტო არჩევნები იქნება. ეს ამას აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა და ელექტორალური მისი შემცირება ეს უფრო აშინებს, ვიდრე ეს რაღაცა ჯერ ეს მშვიდობიანი დამხობა, არ ვიცი, იქნებ გვითხრათ რას ნიშნავს. რევოლუცია, მშვიდობიანი რევოლუცია, ლევან. ანუ ადამიანები მივლენ სახელმწიფო დაწესებულებებთან და ამ ადამიანებს პოლიცია შეუშვებს და პოლიცია იტყვის, რომ მე განმოვდივარ ხალხის მხარეს და მორჩა, ეს არის? ან დამთავრება რა არის? მე ამას არ უყურებ. კი ბატონო, რაღაცა ცოტა არასერიოზული მგონია, მაგრამ იმ ადამიანების გადასაწყვეტი არის ეს. მათი პასუხისგებლობა არის პოლიტიკური და სხვა პასუხისგებლობაც.